10 დეკემბერია. 4 შაბათის აღამო კი FM 109.9-ზე ნიშნავს იმას, რომ არტისტული 4 შაბათის ალვინ ბაკურაძესთან ერთად დაიწყო, თუმცა მე ვიტყოდი უფრო რომ გრძელდება ისევე როგორც გრძელდება ცხოვრება, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, როგორი პერიოდიც არ უნდა იდგეს ჩვენ ცხოვრებაში, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, როგორც რა განწყობაზეც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა გვინდოდეს ამის გაკეთება, მაინც გრძელდება. ასე რომ სანამ ცოცხალი ვართ, ვფიქრობ რომ ჩვენი ვალია ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი სიკეთე გავუკეთოთ, მეტი სიკეთის მომტანები ვიყოთ ერთმანეთისთვის და სასარგებლოები ვიყოთ ერთმანეთისთვის. ამიტომაც მე თქვენი მხარდაჭერის, თქვენი გამხნევების ძალიან დიდი იმედი მაქვს. ვაგრძელებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოგიტანოთ, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, არტისტული, რა თქმა უნდა. და აქვე არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო ჩემი რადიოს, ჩემი ძვირფასი კოლეგების და მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა, რომელიც ვიგრძენი ამ პერიოდის მანძილზე. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და დიდი მადლობა ყველაფრისთვის. და მაშასე მე ვაგრძელებ, მე ვიწყებ და ჩემი დღევანდელი სტუმრები არიან არაჩვეულებრივი ბავშვები და თემა, რომელიც ალბათ მთელი საქართველოსთვის საინტერესოა, მთელი საქართველოსთვის ყურადღების მთავარი ცენტრია, ეს არის ევროვიზია, ეს არის ანიტა აბგარიანი, რომელიც ჩემი დღევანდელი სტუმარია და წინა ევროვიზიის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე, რომელიც მაშინ ჩართვით ყავდა ჩვენ ამ დიდი გამარჯვების შემდეგ არტისტულ 4 შაბათში, თუმცა დღეს უკვე ორივე არაჩვეულებრივი უნიჭიერესი ახალგაზრდა ჩემი სტუმარია და ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ასეთ დროს მაინც გამოძებნეთ თქვენი ძვირფასი დრო, ესეთ მიწურულს უკვე სულ რაღაც 3 დღეში უკვე ევროვიზიის ფინალია, რომელიც საქართველოში ტარდება და თქვენ ჩემი სტუმრები ხართ. მოგესალმებით ბავშვი. მოგესალმებით. როგორ ახართ? კარგად თქვენ? არა მიშავს უკეთად შეიძლება, თუმცა თქვენ რომ აქ ხართ, ყველაფერი რიგზია, ყველაფერი კარგადაა და მინდა რომ ანიტას უდიდესი წარმატებები უსურვო ყოველთვის დასაწყისშიც, გადაცემის შუაშიც და ბოლოშიც და საერთოდ ყოველთვის მე ამ კონკურსის დიდი გულშემატკივარი ვარ და საქართველოს მით უმეტეს საბავშვო ნაწილში ევროვიზიის გარკვეული წარმატებები გვაქვს, გარკვეული წარმატებები კი არა, ლიდერები ვართ პრინციპში წარმატების კუთხით და ჯერა რომ წლევანდელი ანიტას გამოსვლაც განსაკუთრებული იქნება და გამარჯვების მომტანი იქნება. მოდი დავიწყოთ თქვენი პირველი ნაბიჯებით. მე როგორც ვიცი, თქვენ ძალიან კიდე უფრო დიდი ასაკით არ ხართ დღეს მობრძანებული ჩემთან შედარებით, მაგრამ ვიცი რომ ღრმა ბავშვობიდან ერთმანეთის მეგობრები ხართ, ასე ვთქვათ, ერთ სტუდიაში ერთი პედაგოგის აღსაზრდელები ხართ. და საიდან იწყება თქვენი მოკლედ როგორ დაიწყო, ვინ აღმოაჩინა ნიჭი სიმღერის და თუ გახსოვთ ეს, რა თქვენი პირველი სიმღერა თუ გახსოვთ რა ემოცია მოვიდა პირველად, როდესაც სცენაზე დადექით. აი ეს დავიწყოთ ანიტასგან და შემდეგ ანდრიამაც გამცეს ამ კითხვაზე პასუხი. ჯერ ჩემი ნიჭი პირველად აღმოაჩინა, რა ვიცი, ჩემმა ოჯახმა სახლში რაც იყო ჩართული მუსიკები ან სიმღერები, რავი, ესე რიტმულად და მელოდიით ავყვებოდი ხოლმე, ისეთი პატარა ვიყავი, რომ წესიერად სიტყვებსაც ვერ ვამბობდი და მოკლედ მერე დედაჩემმა მიმიყვანა სტუდიაში. და ასე გავიცანი ანდრია და პირველი კონცერტი არ მახსოვს საით ჩატარდა, მაგრამ ყოველთვის ისე იყო, რომ გუნდურად რო ვასრულებდით სიმღერებს, ყოველთვის ერთად გავართ ხოლმე ფოტოებში, ვიდეოებში და აი მაგალითად თუ ანდრია იწყებს სიმღერას, მე ვაგრძელებ. თუ მე ვიწყებ, ანდრია აგრძელებს და რავი, ესე დამეთხოვა. ძალიან კარგი. ესე იგი თქვენ სასცენო პარტნიორებიც ხართ არა მარტო სტუდიაში, არამედ სცენაზე ძალიან ხშირად გაქვთ გამოცდილება ერთად სიმღერის. ანდრიას შემთხვევაში ვისი აღმოჩენა იყავი ანდრია? თავისთავად ოჯახის წევრი იქნებოდა რომელიმე? დედა. 2 წლის ასაკიდან უკვე მომწონდა სიმღერები, ესე მე არ მახსოვს, მაგრამ
ვიდეოებით მაქვს ნანახი და იგივენაირად შემიყვანა ბედამ სტუდიაში აი გავიცანი ანიტა და მის მერე ერთად ვართ და ერთად ვართ კონცერტებზე და ვასრულებთ ძალიან კარგი მიხარია. ეხლა მითხარით რატო ერთდროულად არ მიიღეთ მონაწილეობა რანინაში თუ გადაანაწილეთ ძალები და გინდოდათ რომ სხვადასხვა სეზონის რანინელები ყოფილიყავით, ეგ მითხარით თუ უბრალოდ ასე დაემთხვა და გამოვიდა თუ რაღაც მოლაპარაკებას ჰქონდა ადგილი? მითხარით ესე დაემთხვა. და საერთოდ რომ ანდრია რო იღებდა მონაწილეობას რაინას კასტინგში იმასე რომ გითხრათ მე არ ვიცოდი. მართლა? ხო, ისე მივიღებდი მონაწილეობას, აი სტუდიაში რომ კასტინგისთვის ემზადებოდა და სიმღერებს ასრულებდა, ანუ მაგ დროს კონცერტი არ გქონდა. და ვერ ემთხვეოდით ერთად და არ იცოდით. ვერ მივხვდი ისთვის ამზადებდა ამ სიმღერებს და გამიკვირდა და თუნდაც მე რაინაში რომ გადავიდა, უკვე ფოტოებიც რომ დაიდო და რომ უკვე ინტერნეტშიც იყო. მე მივხვდი რომ რაინასთვის ამზადებდა ამ სიმღერებს და ძალიან კარგი. ეხლა მითხარით უკვე რანინას გამოცდილება. როგორი იყო თქვენთვის? იყო ძალიან სანერვიულო მომენტები. იყო მომენტები, როდესაც ბოლომდე კმაყოფილიყავით თქვენი თავით. იყო მომენტები, რომელსაც ფიქრობთ, რომ უკეთ შეგეძლოთ, მაგრამ რაღაცა ხელისშემშლელი ფაქტორები იყო. ან თუ გახსენდებათ სიმღერა, რომელიც დაუშვათ თქვენი მე მესმის რომ კონკურსზე ყოველთვის თქვენი არჩევანი არ არის ხოლმე სიმღერები და რაღაც დავალებებია, რომელსაც დაუშვათ პედაგოგები გირჩევენ ხოლმე, მაგრამ აი თუ იყო ისეთ სიმღერა, რომელიც რაღაც ასე ვთქვათ, კატეგორიულად არ გინდოდათ, მაგრამ ნუ მოგიწიათ ამის შესრულება. რანინასთან დაკავშირებით აი ეს თქვენი გამოცდილება მაინტერესებს ორივეს, სანამ უკვე ევროვიზიაზე გადავალ. მოდი შენ დაიწყე. რანინასაც შეეხება არ იყო მარტივი. რთული იყო. თქვენთვისაც კი ხო, ესეთი ნიჭის პატრონებისთვისაც კი რთული იყო. და არ ყოფილა ესეთ სიმღერა, რომლის შესრულებაც მომიწია და არ მინდოდა. ყველა სიმღერა, რომელიც შევასრულე, იყო მე ძალიან მომეწონა. სამზადისის პროცესი იყო რთული ჩემთვის და ის ნახევარფინალში ვიმღერე ბაღდადური. ეგ იყო ერთ-ერთი სიმღერა, რომლის სწავლაც გამიჭირდა. დიახ, გაგიჭირდა, ხო ალბათ ყველაზე მეტად გულისხმობ, თორე ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ შენ შესრულებით, აბსოლუტურად არ ემჩნეოდა ამას, შენ თუ რაიმე იქ ინერვიული ან გაგიჭირდა. ანიტას შემთხვევაში როგორ იყო? ყველა სიმღერით კმაყოფილი იყავი, რასაც არჩევდნენ თუ იყო რაღაცები, რაც ძალიან გინდოდა შეგესრულებინა და უბრალოდ ამ ფორმატი არ იძლეოდა ამის საშუალებას ან სხვა რამე. მოკლედ მე რაც შევასრულე, ყველა სიმღერა მომეწონა, მაგრამ აი ერთში არ ვიყავი დარწმუნებული ნახევარფინალში რომანსი რა შევასრულე, იმიტომ რომ აი ძალიან კარგი შესრულება იყო ანიტა, ისევ სიამოვნე. შევასრულე, მაგრამ რაღაც მეგონა რომ აი ვერ მოვირგე, მაგრამ ანუ ჩემი არ იყო ესე მგონია, მაგრამ რავი, საბოლოოდ ახლაც ასე გონია, ანუ თუ უბრალოდ აი იმ პროცესში, როდესაც ამ სიმღერას ამუშავებდი, ფიქრობდი, რომ ეს არ იყო ისეთი სიმღერა, რომელიც შენ გემღერებოდა. ხო, აი მომენტებში ხოლმე რეპეტიციებზე იციან ხოლმე პედაგოგებმა, აი უცბად, აი ბოლო დღე იყო, მე მგონი რეპეტიციის და ზუსტად მაგ დროს შეცვალეს რაღაც მონაკვეთი და მაგის დამახსოვრება გამიჭირდა ცოტათი, ნერვიულობდი პასუხისმგებლობის ამბავში ალბათ. და ყველა ამბობდა რომ ძნელი სიმღერა იყო, მაგრამ რავი, კარგად გავართვი თავი და ნამდვილად. ნამდვილად თქვენ ყველა დავალებას ფანტასტიკურად გაართვით თავი. მე თქვენი მიზანდასახულობა მაინტერესებს. რანინაში მოსვლა ნიშნავდა იმას, რომ ორივესთვის თავარი მიზანი ევროვიზია იყო და გჯეროდათ ამის, რომ თქვენ იქნებოდით ის
ერთადერთი გამარჯვებული, რომელიც აუცილებლად წარადგენდა საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე. აი ამ რწმენით მოხვედით და უბრალოდ პროექტი, კონკურსი იმდენად საინტერესო იყო, რომ ამაზე არ გიფიქრიათ, მაინც და მაინც ამ მიზნით არ მოსულხართ. როგორ არ ვიცი, რა თქმა უნდა, კონკურსში ყველა იმიტომ იღებს მონაწილეობას, რომ გაიმარჯვოს, მაგრამ მე არ ვიცი, ამისთვის არ მივსვარ. უბრალოდ მინდოდა გამომეცადა პროექტში მონაწილეობა გინდოდა ძალიან. პროექტში მონაწილეობა მინდოდა და უბრალოდ იმისთვის მივედი, რომ ჩემი შესაძლებლობები გამომეცადა და რავი, ასე მოხდა, რომ გადავედი და მოვიგე კიდევაც. არ მეგონა 100%-ით დარწმუნებული არ ვიყავი, იმიტომ რომ რავი, ყველა ძლიერი კონკურსანტი იყო და ნამდვილად ფანტასტიკური ბავშვები ხარ. ჩემ შემთხვევაში როგორ იყო ანდრია? იყავი ამ მიზნით? არა. ამ მიზნით? არ ქონა მიზანი დასახული, კონკურსში მეთოდა უბრალოდ მონაწილეობა და როდესაც უკვე მოვხვდი, გვითხრეს, რომ წელს არ გავა საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზეო. უი, ეს დეტალი არ ვიცოდი. რანინა რო დასრულდა, რამდენიმე თვის მერე გავიგეთ, რომ მე გავდიოდი საბავშვო ევროვიზიაზე და ძალიან გამიხარდა. რა თქმა უნდა, ჩვენც და გულშემატკივრობდით და ახლა ანიტას ჯერია, ანიტას ირგვლივ საქართველოს ხმა ევროვიზიაზე, საბავშვო ევროვიზიაზე უნდა გაგვაერთიანოს ყველა ქართველი და მით უმეტეს ის ქართველები, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან და მათ აქვთ საშუალება, რომ ანიტას მხარი დაუჭირონ და ისე გამოხატონ, რომ მათი ხმები აბსოლუტურად ჩაითვლება. ამიტომ მათ ვთხოვ, ვინც ახლა გვისმენს ან გვიყურებს, მობილიზება სრულად, იმიტომ რომ ანიტა არის ის, ვინც აუცილებლად იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას. ზოგადად საქართველოს ნებისმიერი ხმა იმსახურებს მხარდაჭერას, თუმცა როცა ბავშვებს ეხება საქმე და როცა ამ ხელანიჭთან გვაქვს საქმე, მგონია რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველასთვის ეს უნდა იყოს აუცილებელი მობილიზების საგანი, რომ ყველამ საზღვარგარეთიდან ანიტას მივცეთ ხმა. ანიტა, ახლა მაინტერესებს უკვე ევროვიზიაზე. სიმღერა, რომელიც შენთვის დაიწერა. და კომპოზიტორი გახლავთ ჩემი ძვირფასი მეგობარი გიგა კუხიანიძე. და მე ის კადრებიც მახსოვს, როდესაც შენ მოისმინე უკვე ჩანაწერი, თუ არ ვცდები შენი სიმღერისა, უკვე ძალიან ყოფილი იყავი. და ნამდვილად ეს ასეც უნდა ყოფილიყო, იმდენად შთამბეჭდავია შენი სიმღერა და დარწმუნებული ვარ, ნომერიც ასეთივე შთამბეჭდავი იქნება. მაგრამ მაინტერესებს აი პირველად მოსმენის დროს, როდესაც არ არის ჯერ მზად სრულყოფილად არ არის სიმღერა. რა განცდა და გეუფლა, მოგეწონა თუ არა, შეიტანე თუ არა შენი რაღაც ასე ვთქვათ შესწორებები და შენი სურვილები იქნა თუ არა გათვალისწინებული აი ამ სიმღერაში, მაინტერესებს. პირველად რომ მოვისმინე სიმღერა, რავი, ძალიან მომეწონა. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ის ზუსტად ისეთი არის, როგორც წარმომედგინა და რავი, არ მქონია ეგეთი არაფერი? არა, ყველაფერი ძალიან მომეწონა და რავი, მინდა მადლობა გადავხატო გიგას. აუცილებლად გიგას გარდა ტექსტზე იმუშავა კიდევ მუსიკის ერთ-ერთმა მონაწილემ. ძალიან კარგი, ყველას მადლობა იმისთვის, რომ ესეთი ძალიან კარგი ნამუშევარი წარადგენს წელს და შენ იმღერებ ამ სიმღერას საბავშვო ევროვიზიაზე, რომელიც საქართველოში ტარდება. ძალიან ლამაზია ხო დარბაზი? მოდი დარბაზზე და ანდრიას სიმღერაზე ცოტა ხანში ვისაუბროთ. ახლა მინდა რომ სწორედ ეს სიმღერა, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ, საქართველოს სიმღერა საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე, რომელსაც ანიტა აბგარიანი წარმოადგენს, მოვასმენინოთ ჩვენს რადიო მსმენელებს. შემდეგ დავუბრუნდეთ. მოდი, ანიტას სიმღერა. Fire inside
დაუბრუნდით, ეს გახლდათ ანიტა აბგარიანი Shine Like a Star ქვია სიმღერას, რომელსაც წელს ევროვიზიაზე წარადგენს და მე მჯერე რომ ეს ის სიმღერაა და ეს ის შემსრულებელია, რომელიც კიდევ ერთ წარმატებას აუცილებლად მოუტანს საქართველოს და მეც მინდა რომ წარმატებები გისურვო ანიტა. ახლა ჩვენ სატელეფონო ხაზზე გვყავს ევროვიზიის პროდიუსერი ჩემი ძვირფასი ნათია უზნაძე, რომელიც აუცილებლად დიდ საქმეშია, თუმცა მაინც გამოძებნა დრო იმისთვის რომ ჩაგვერთოს და რამდენიმე ჩვენს მიერ დასმულ კითხვას აუცილებლად გასცეს პასუხი. ნათია, მოგესალმები, როგორ ხარ? გამარჯობა, ჩემო ძვირფასო სალომე და დიდი მადლობა რომ დაგვითმე დრო და გამონახე სუთები ჩვენთვის. მე ვიცი რას ნიშნავს ახლა თქვენი გრაფიკი როგორია და პირიქით მადლობა თქვენ რომ ეს ანგელოზი ბავშვები ჩემ სტუდიაში არიან, რადიო იმეჯში არიან და შენც გამოძებნე დრო იმისთვის რომ მადლობა თქვენ ასე გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. მადლობა თითოეულ ადამიანს, თითოეულ უწყებას, ყველას ვინც საბავშვო ევროვიზიით არის დაინტერესებული და მხარში გვიდგას. მითხარი, აუცილებლად უნდა გკითხო, როგორ ჩაიარა იმ რეპეტიციამ, რომელსაც ყველა ველოდებით კადრების დადებას, ვიდრე უკვე ეთერში გავა, ის გახლავთ უკვე 13 დეკემბერს, შაბათს 20 საათზე გაიმართება, რასაც მთელი საქართველო იხილავს და მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო, მაგრამ თქვენ ჩვენზე ადრე გაქვთ ნანახი ის რეპეტიცია, სცენოგრაფია და ყველაფერი, რამაც რაღაც გარკვეული წარმოდგენა უნდა შეგვიქმნას და მოლოდინები. ამიტომ ეს გვაინტერესებს. დიახ, მე მჯერა რომ მთელი საქართველო იამაღებს ანიტათი. ეს არის სასწაული გოგონა საქართველოდან, რომელიც ღერის საქართველოშივე თბილისში თავის მაყურებელთან ერთად მთელი ქვეყნისთვის, მთელი მსოფლიოსთვის და მას ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, თითოეული ადამიანის. მხოლოდ ერთი ხმა უნდა მიცენ ანიტას იმ სრული წარმატებისთვის უკვე დიდ სცენაზე. კი ძალიან დიდი მსმენელი და მაყურებლის მხარდაჭერა აქვს, მაგრამ გამარჯვებისთვის, კარგი ადგილის მოპოვებისთვის ჩვენი ყველას გაერთიანება ჭირდება მას. იცი რა, მე ვიდრე ჩაქრთავდი ძვირფასო ნათია, იქამდე ემიგრანტებს მოვუწოდე და რაღაც ხო არ ავირიე ფორმატში, იმიტომ რომ ემიგრანტებს ხო დიახ, საბავშვო ევროვიზიას დიდების ევროვიზიისგან განსხვავებით აქვს ერთი კარგი ამბავი, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე ქვეყანას მივცეთ ხმა. ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ ანიტას დაუდგეთ მხარში და ეს მხარში დგომა გამოიხატება იმის
რომ ხარი დაუჭიროთ ერთი მის მოხმით და სუსტად 12 დეკემბერს სუსტად 12 საათზე მანამ დგება 13 დეკემბერი ისხება ხმის მიცემა სპეციალურად საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდს უნდა ეწვიოთ სადაც გამოჩნდება 18-ვე კონკურსანტის ვიდეო ნაწყვეტი ეს არ წაგართმევთ დიდ დროს 3 წუთი უნდა გამოძებნოთ იმისთვის რომ ანიტას მხარი დაუჭიროთ უნდა მოусმინოთ 18-ვე სიმღერას არჩევანი უნდა გააკეთოთ 3-ზე და რა თქმა უნდა საქართველოს უნდა იყოს ამ სამეულში და დააფიქსიროთ თქვენი ხმა აი ეს არის და ეს ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას რომ მხარში დაუდგეთ ანიტას სრული მობილიზება ესე იგი რა თქმა უნდა მე ახლა არ გამახსენდა რატომღაც მხოლოდ ემიგრანტებს მოვუწოდე და არა და მე ამ ვიდეოებისაც ხშირად და აქტიურად ვაზიარებ ხოლმე რომ ჩვენ გვაქვს ჩვენს ხელთაა ეს ყველაფერი ამიტომ სრული მობილიზება იმისთვის რომ საქართველოს კიდევ ერთი წარმატება აჩვენოს და კიდევ ერთხელ გაიბრწყინოს ევროპის 18 ქვეყანას შორის იმსახურებს ანიტა ამ ყველაფერს იმიტომ რომ იმდენად ვოკალურად მზად არის იმდენად კარგი პერფორმანსი აქვს იმდენად კარგი ბავშვები უდგან ამ ხარში და მთელი ქვეყანა ყველა უდგას მას სურთს უკან ამიტომ ყველაფერს კარგს იმსახურებენ ეს ბავშვები საქართველოსთან აუცილებლად მეც ძალიან დიდი წარმატება მინდა გისურვოთ ჩვენ შევეცდებით ყველანაირად რომ რაც შეიძლება გამავრცელებლები ვიყოთ სწორედ ამ ვიდეო ინსტრუქტაჟის რომელიც დაიდება შემდეგ და რაც შეიძლება გაუმარტივოთ ყველას რომ ჩართულები იყვნენ და არ დავკარგოთ არც ერთი ხმა იმისთვის რომ წარმატებას მივაღწიოთ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას ამ გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. იცით რა ძალიან ბევრი შრომა არის საბავშვო ევროვიზიის ლევანდელ კონკურსში ჩადებული და ეს ყველა იმ უწყების დამსახურება ახლა როდესაც შემოხვალ და ნახავთ ამ სცენას რომ აი მადლობის სიტყვები არ უნდა დავიშუროთ არავის მიმართ. ეს არის პირველი არხი კულტურის სამინისტროს სარინგ ჯორჯია და ყველა უწყება რომელიც კი ჩართული იყო ამ კონკურსის ორგანიზებაში. დარბაზი სრულად სავსეა, ალბათ ილუზია უკვე რომ ვინმეს მოვუწოდოთ და ეს არის. ეს მოხდა საოცრება, როდესაც ბილეთები დაიდო სუსტად 5 წუთში. აღმოჩნდა ისე რომ 13-ის ბილეთები გაქრა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ჩვენი პარტნიორები რომლებიც ყიდდნენ ბილეთებს იმათმა გვითხრეს თიკეტჯიზე მოხდა ამ ბილეთების გაყიდვა თქვენს რომ 20,000 მსურველი რიგში იყო კიდევ რომ შეეძინათ ბილეთები და ძალიან მიხარია რომ დაინტერესდა ამდენი ადამიანი ამ კონკურსით რომელიც ნამდვილ ზღაპარს თავაზობს აქ მოსულ მაყურებელს ტელეეკრანებთან მყოფ ადამიანებს თქვენ გელოდებათ ზღაპარი საქართველოზე რომელიც არ უნდა და საქართველოს მასპინძელი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ უდიდესი წარმატების მწვერვალზეც სწორედ საქართველოს მოექცევა წელს სანტის სადღაც უკან პალატკიდან მაინც შემოვაპარებ იმდღელა ინტერესია რომ ან ეზოდან გიყო სახლიდან გიგულ შემატკივრებ ყველა ვარიანტში და აუცილებლად დიდი მხარდაჭერა ჩვენგან წარმატებებს გისურვებთ დაგემშვიდობებით ყოველთვის მადლობა დიდი მადლობა უღრმესი მადლობა თქვენ ქალბატონო ნათია ჩართვისთვის. მადლობა. ესე იგი, ბავშვებო, ჩვენ მოვისმინეთ ახლა პროდიუსერის შეფასება და არ ვიცი, ერთადერთი რაც შემიძლია ახლა ისევ და ისევ თქვა არის ის, რომ დიდი წარმატება გისურვოთ. აქვე დაგემშვიდობოთ და სიმღერა დედაზე, რომელიც მინდა ჩვენს რადიო მსმენელებს დავუტოვო, ეს არის ანდრია ფუტკარაძის შესრულებით გამარჯვებული სიმღერა, წინა წლის გამარჯვებული სიმღერა ევროვიზიაზე. ანდრიამ გვასახელა და იმედი მაქვს, რომ წელს ჩვენი მხარდაჭერით, ისევ თითოეული ქართველის მხარდაჭერით და მთელი ქვეყნის და არა მარტო ქვეყნის მხარდაჭერით ანიტა გახდება გამარჯვებული და რჩეული წელსაც. ვუტოვებთ ანდრია ფუტკარაძის სიმღერას ჩვენს რადიო მსმენელებს, რომელსაც ქვია დედას, გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.